მე მგონია რომ ძალიან ლეგენდარული ვიდეო გამოვა. ყველაზე ერთ-ერთი უძველესი ეზო მაგალითად ქალაქ უზომის ტერიტორიაზე შემორჩენილი რაც არის. გამარჯობა, ქუთაისელო წვერა. აი ახლა მათინარეს გამო უგახტი სალაბად მას გამო. აი მე. უნდა აჯერა ზარა ამ ისტორიას თქო. უნდა გაჯერა. სალამი მეგობრებო, როგორ ბრძანდებით? როგორც დაკვირდით, საქართველოს ტურს ვიწყებ და პირველი, რა თქმა უნდა, ქუთაისით ვიწყებ. თქვენ ვიდეო დააკეთეთ, არხი გამოიწერეთ და წავედით. დიახ მეგობრებო, არ გეჩვენებათ ისევ ზურას დაინათი მივდივარ. იმდენად გამისწორდა, რომ აი გუშინ დაურეკე და მეთქი ზურა თუ შეიძლება შენი დაინათი წავალ ქუთაისში თქო. ძალიან მაგარი მოტოა რა, აი ძალიან. Street mobia 103-იანი. ნუ ეს მოტო ჩემ არხზე ნახი გაქვთ. ისედაც ბევრმა იცით. მაგარი ხარლეია რა, კაროჩე რა. და რა ხდება? ყველა სახლა მოუნდა დასავლეთში დასვა. ესეც მდინარე ჭიშურა, მეგობრებო. აი, აქედანაც შესასვლელია ვიღაცა შრალდება. ძალიან ცივი მდინარეა სხვათა შორის. ყოველ შემთხვევაში ჩემთვისა. აქ გრილდება ქუთაისი. ბავშვები დაყავთ. კეიპობენ. ოღონდ ქალაქთან ახლოს კარგი მდინარე ეს გვაქვს. არაფერი არ დამიგეგმავს გარდა იმისა, რომ ქუთაისში ერთ ადამიანზე ვარ შეთანხმებული, რომ მეთქი შენ უნდა დამხვდე ძმაო, უეჭველი. ჩემი ძმაკაცი არის გაგაცნობს ახლა უცილებლად. მეთქი შენ უნდა დამხვდე უეჭველი. ერთი რაც მაქვს თავში აზრად ამ მოგზაურობებში სადაც ჩავალ, ყველგან მინდა ვეძებო იქაური კოლორიტი რა. კოლორიტი, ანუ გულისხმობ მაინდა-მაინც ის კი არა რომ აი ყველა იცნობს ან რაღაც, არა, ნუ კაი მოსაუბრე რა, რაღაცა კოლორიტი ჩვენ ვეძახთ, კარგი იქაური. ყველაზე იქაური ვინც იქნება. იმენა ყველაზე იქაური ვინც იქნება, ეგეთ ადამიანებს ვეძებ რა. საინტერესოდ მოსაუბრეებს. უძველესი უბანი საფიჩხია მეგობრებო. ჯერ კიდე ნუ წყალწითელის ტერიტორიაა, წყალწითელას ვეძახით აქეთ ქვევით რაც არის. უბანი რომელიც ძალიან მიყვარს, სახლი აქ მაქვს. მაგრამ ამ უბანზე მეტად ერთი უბანია კიდე რომელიც მიყვარს. სადაც დავიბადე და გავიზარდე. აქ უკვე მე დიდი ვიყავი რო გადმოვედით და ისე ვერ შემიყვარე რა, როგორც იქაურობა. მაგრამ ერთ-ერთი პირველ ადგილოსანი უბანი არის ქალაქში. რა თქმა უნდა, ყველა თავისი უბანი უყვარს და ყველა თავის უბანზე იტყვის რომ პირველიაო, მაგრამ ამ უბანს პატივისცემა არ აკლია ქალაქისგან არანაირად. პრესტიჟულია რა, ასე ვთქვათ. არ არსებობს ამაზე დიდი სიამოვნება რა. როცა ქუთაისში აღარ ცხოვრობ და მოტოთი ჩამოდიხარ აქ. აუ მოტოთი როგორ ასწორებს. ეხლა ძალიან მინდა რომ აქედან ჩავძრე, აქედან უბრალოდ
რაღაცები ვიძრომიალო, მაგრამ მინდა რომ თქვენ მაინც ხო თავარი ქუჩები გაჩვენოთ, იმიტომ რომ თბილისში ბევრს უთქვამს, რომ ერთი ქუჩა არის, ქუთაისი ესე გონიათ, მაკდონალდსი სადაც არისო. ადრე ავტობუსები სადაც გაივლიდნენ და მიდიოდნენ იმაში, რა ქვია, ზღვისკენ და აჭარისკენ. მარტო ის ქუჩა იციან უმრავლესობა უნდა. ქუთაისი დიდია, ჩემოძამია, სიმონ. აბიძის ქუჩა ულამაზესი. აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი. აკუწუ ეგრეთ წოდებული, რის გვერდითაც არის ეკლესია, ეკლესიის გვერდით არის კლუბი რეფლექტორი, რაც საოცრებაა დამერწმუნებით. ეს არის მეცხრე სკოლა, სადაც თქვენმა მონამორჩილმა ფეხი აიდგა და ორი სიტყვა ისწავლა. თამარ მეფის ქუჩა, მეგობრებო. ჩემი საყვარელი ქუჩა. და ეს არის ის აივნები, სადაც ყველაფერი დაიწყო. დიახ, მეგობრებო. თამარ მეფის 17. აქ დავიბადე და გავიზარდე მე. და ძალიან მიყვარს აქაურობა რა და ეს უბანი. აქ ის ცენტრი, მეგობრებო. ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრი. ხო, დრამატულია, ხო, ეგრე არ ამბობენ. ჩემი ვაღის კიდე სიმონ. ეს მაკდონალდსი აი ცენტრში რატო უნდა იყოს, მაინც ვერ ხვდები, მაგრამ არა უშავს იყოს რა ჩემი საქმე. სიმბოლურია, მე მგონი, ზუსტად ამ ადგილიდან დავიწყო ეს სიუჟეტი, ნუ მანამდე კი ნახავთ რაღაცებს და ზუსტად აქ გაგაცნოთ ჩემი ძმაკაცის ტალუ. მოდი ძმაო. ბატონი დავითი, სტალინა ჩვენთვის სტალინა, მთელი ქალაქისთვის სტალინა, კარგი ქუთაისელი და კაი მოლაპარაკე. კარგი მოსაუბრე ადამიანი. კარგი რესპონდენტი და კარგი. რომელიც არის ისა, რა ქვია, მართლა მემატიანი არის უახლეს ისტორიის ქუთაისის და ჩვენი თაობიდან მოყოლებული კაკ მინიმუმ ყველაფერი ზეპირად იცის და მახსოვრობაც კაი აქვს ჩემგან გასხოვებს. ჯერჯერობით. მაგიტომაც ავირჩიე რა. ისაც ტვინის ნახევარი დაგვეცვა მარტო. ნახევარი გადარჩა. ნახევარი გადაგვირჩას მირდის რა რაღაცა. რა და სიმბოლურია ხა აქ დაწყება ჩვენი ამბის, იმიტომ რომ ჩვენ მაინც სავარაუდოდ ორივე მაგ კულტურის ეს არის შვილები ვართ და მაგ კულტურის შვილები ვართ და მაინც რაღაცა ქუთაისურ როკ-ენ-როლზე მოგვიწევს საუბარი. ანდერგრაუნდზე აქ რა ხდებოდა ჩვენ დროს, ჩვენამდე ცოტათი ადრე და ახლა რა ხდება და რას ვისურვებდით ამ ყველაფერს ნელ-ნელა გავშლით მე მგონი. ხო, რო გითხრათ, ეხა რომ ისხნელების პერიოდიდან მოყოლებული მართლაზეპირად ნახოს ყველაფერი სისულელე იქნება, მაგრამ ჩვენ რა მუსიკაზეც აქვს საუბარი ზოგადად. სანამ საერთოდ როკ-ენ-როლობდა და სადმე გაიშლებოდა თუნდაც ევროპაში, ამერიკაში და საზღვრების გარეთ დაიწყებდა რაღაცის დაკვრას. ეს მუსიკა ისხნელების იყო ყველაზე თანადარი იმ ევროპულ მუსიკასთან, რასაც მაშინ თქვა საფრანგეთში უკრავდნენ შერწყმული მაშინდელი ალტერნატიული მუსიკა. ხო, მაშინდელი ალტერნატიული მუსიკა, რომელიც შერწყმული იყო, რა თქმა უნდა, იმ ქართულ მრავალხმიანობასთან და თავის მუსიკალური ხასიათით, თავის დამოკიდებულებით იყო იმ ასე რომ ვთქვა, იმ სფეროს აკადემიურ დონეზე მართლა ნამდვილად მწერვალზე. კი. იმიტომ აი აქედან მომდინარეობს, რომ აიც შეიძლება ვიყო ახლა რაღაცნაირად სუბიექტური, მაგრამ არ ამგონია რომ ამას ძალიან სუბიექტურად ვამბობდე. არ გონია შეგეწინააღმდეგოს. ხო, არა, თუ გინდა შემეწინააღმდეგოს, არ არის პრობლემა, მაგრამ ერთი სიტყვით, მიტომ მგონია რომ მაინც დასავლეთში, ქუთაისში განსაკუთრებულად, მიტომ ქონდა რაღაცაზე უფრო ადრე რაღაცის აი მუსიკალური თვალსაზრისით რაღაცის გამოგიტო, რომ ის წინამორბედი და რაღაცა ის წინა გენი არ ქრება, ხო? არა, ხო, საერთოდ. შეიძლება რაღაც არ გჯეროს, სადაც გენის როგორ შეიძლება არ გჯეროს, ხო? ის წინა რაღაცა გავლილი შენ თაობებს, რაც ქონდა იმიდან წამოსული რაღაცა აურა იყო, რომ რაღაცები შენ სხვაზე ადრე დაიწყნი. მიუხედავად ახლა იმისა, რომ საქართველოს ბნელი პერიოდები გამოიარა, საერთოდ ჩვენ კიდე რას ხელი მოგვიდა და გადაბრუნებულად დაგვრა დავიწყეთ. გასაკვირია. ძალიან გასაკვირია. კი ბატონო, თან სიმბოლური არა მარტო იმით არის, რომ აქ დები-ისხნელების ძეგლი დგას. ეს არის ბაღის კიდე, სადაც ყველა ბავშვი ახლა არ არსებობს ქუთაისელი ბავშვი, ვისაც ბავშვობაში აქ ნამაიმუნები არ აქვს, ბავშვობაში აქ არ აქვს დრო გატარებული. მე მაგალითად ნამაიმუნები სხვანაირად არ გაიგოს, ახლა ვინმე რამეს არავინ არ მოტეხავდა აქ, იმიტომ რომ მოსატეხიც არაფერი იყო. მე აქ ძმაო, არა, ხო, რამის გაფუჭებაზე არ ვეძახით. ნუ ზოგადად ალკოჰოლი და მე მაგალითად ალკოჰოლამდე ამ იმაში რა ქვია, ციგნებზე ვიყავი აყოლილი. ციგნის ბავშვები მევასებოდნენ, მაგრამ რაღაც თავისუფალი ტიპები იყვნენ და პაპაჩებს რო გამოვყავდი სასეინოდ, აქ მოხუცებით ბაღის კიდეზე იკრიბებიან, აქ არის ტრადიცია ქუთაისში ეგეთი, თავისი ბირჟა აქვს,
ჭორაობენ, გაზეთს კითხულობენ, არც აგორებენ რაღაცები და რაღაცა ხო. გამოვყავდით ხოლმე მე და ჩემი ძმა, თავარ ჩემი სახლი იყო, აქედან ძალიან ახლოს რა, კინო საქართველოს გადაიული და ეგრევე ჩემი სახლი იყო და რო შევხედე რომ ბანაობდნენ იმაში ამ ფანტანებში, მასში ღრმა იყო. გავეხანე ლეწე თავი მეს და ვიღაცას და ამოვეყარე, ეს სიუჟეტი დღეს არ იქნებოდა. ხო და ესეც ისეთი მნიშვნელოვანი ადგილი არის ამ სკვერში ახლა ყველა კუთხეს რომ გავყვეთ მართლა ის აუცილებლად წერეთლის ძეგლი ვარ გაჩვენოთ თუ კიდე არის შემორჩენილი ბავშვობა კი როგორ არის არა რას ვიზარდ ბავშვობაში რაღაცა მწვანე ფლომასტერი მქონდა როკ და რაღაცებს რომ დავაწერეთ ეგეთ ხვას ძმაო ავი ახლა ხანს უნახე კიდე ეგ დაწერილი და ნახოთ თუ იქნება შენ მაგაში ალბათ ბოლოკაცი იყავი ნამდვილად. რაშა ვინც ქუჩაში უკრავდა როკენროლს ქუთაისში. და ქუჩაში დღესაც უკრავს რაღაცა არის რაღაცა თქვათ გაკეთებული იმნაირი რომ ზოგი ფანდურს უკრავს და მუსიკოსები გამოდენ განა და ძალიან კარგია, ძალიან კარგია. ყველა ვინც არ უნდა გამოვიდეს. ქუჩის მუსიკა არის აუცილებელი და ნებისმიერი ქალაქი მკვდარია ხელოვნების თემაში, ნებისმიერი ქალაქი მკვდარია, სადაც ქუჩის აქტივობა არ არის. ქუჩაში არის გამოფენა, თუ გინდა მხატვრების, თუ გინდა ფოტოგრაფების, თუ გინდა არ არის ქუჩაში რაღაც ალტერნატიული სივრცეებში სპექტაკლები, არ არის რაღაცა კონცერტები, რომელსაც არ გვინდა მერი არ უაფინანსებს. ჩვენი ფულით გვიჩარიჩია რომ აპარატურა გქონოდა რომ ქუჩაში დაგვეკრა. და რომ კონცერტი გაგვეკეთებია, ფულიც კი არ აგვიღია, მაშინ ქუდიც არ დაგვიდია. ერთი ის მახსოვს კიდე ბოლოში რომ აი ჩვენს რაღაცნაირად ჩვენ ახალგაზრდები ვართ იმ თაობასთან შედარებით, რა თაობაზე ჩვენ ვლაპარაკობთ ის ბავშვობის იმათი მოქნეული რაღაცა კუდი გვახსოვს ჩვენ ბავშვობის ასე რომ ვთქვა. რა იყო ქუთაისში და რაღაცა სხვა მაჯისცემა რო იყო და სხვა პულსაცია განსაკუთრებულად ამ რაღაცა ხელოვნებასთან დაკავშირებით თუ ქუჩის საქმე რომ რაღაცა სცენაზე აგეტანა და რაღაცა სცენიდან გეტყვა ამას რა მნიშვნელობა აქვს რა ჟანრი იქნებოდა უბრალოდ ჩვენ ამ ორი კუთხით უფრო ვიცნობთ ქუთაის როკი და რეპი აქტუალური მუსიკა ეგ იყო და აუცილებლად შევეხები მაგასაც იმიტომ რომ ადგილები მინდა გაჩვენოთ სადაც მაგალითად სულ ბოლოს გახსოვს რომ იქ ჩამოვიტანეს პრესის სახლიდან ბუნკერს რო გამოვართვით აპარატურა და აგერ ქუჩაში დენი რო მაშინდენ მაცისფერყანწელება რო გაყავდა სად უკრავ შუა ქუჩაში კი აუ არ მახსოვდა დედას მისა ეს იყო რაღაცა ჩვენი მე რო ვფიქრობდი ამაზე რომ მაგის გარეშე არ შეგვეძლო მაგის გარეშე შუაზე რავკენთ განსაკუთრებული მაგას სარებეცოში ვიზამთ გარეთ ვიტო გამოვიდანეთ რომ ეს ყველაფერი ისე მოგვენატრა ჩვენ იმ კუდ მოქნეულ ბიჭებს რომლებიც უკვე შევდიოდი და გამომდინარე მე გეტყვი რა დღეს ყველას აქ იმედი რომ ვიღაცა ამით ფულს გააკეთებს შესაბამისად ის ვიღაცა ამათ აპარატურასაც დაუდგამს და ესენი მაინც დაუკრავენ ვისაც დაკრავუნდა და მაშინ ჩვენთვის არავინ არ გააკეთებდა მაგას იმიტომ რომ მაგით ვერც ვერავინ იშოვნიდა ფულს მაშინ ეგეთი პონტი იყო რა არა ეგ მესმის მე რა შეეხება დღევანდელ ფაქტორს იმ აზროვნებით ღმერთმა დაიფაროს ნებისმიერი ეხლანდელი მუსიკოსი რაღა დროს ენთუზიაზმით დაკვრა არის ისედაც ენთუზიაზმით დასაკრავ რაც იყო 90-იან წლებში ამოიღენ გულღვიძლი მართლა და გული ამოიღენ და ღვიძლი აღარა ამოიღენ და გაზარდნენ უკავე გარჩა ეს არის უკვე ჩვენი თაობის ბირჟა კონკრეტულად Silverside-ის სახელობის აკაგიწერეთ ერთი ჯგუფი ვიყავით მაშინ მარტო მეტი არ არსებობდა ჩვენს გარდა აღარ არსებობდა არა არ არსებობდა ჩვენი თაობის თორე ძველები მანამდე მაგის მეტი რა იყო არა მაგრამ მაშინ აღარ არსებობდა მაშინ აღარ იყო შექმნილი რომ ახლა იქნებოდეს ვიღაცა ხო და 2 ლიტრანახევრიან შეფუთებში იყო ლუდი ახალი გამოსვლა ეგ იყო ჩვენი მთავარი ტექნოლოგია კი ყველაზე სიახლე ეგ იყო მაშინ ბადრი შენი დრამერი ბადრი ტეშელაშვილი გამოვიდოდი იყიდი გასტრონომში ეგრეთ წოდებულობაში გასტრონომში ამ 2 ლიტრანახევრიან ლუდს ჯერ ვჭდებოდი პირველი ბოთლი იყო უნდა დაგველია ეს სად იყო მაშინ ეს ფანტანი და რაღაცა ცხრები და ისენი არის მაშინ იყო დავით აღმაშენებლის ძეგლი აქ ყოედაც ჯერ დავითთან როგორც რაღაცა მე ისე დაბრუნდებოდი იყიდი მე შემდეგ აკაკი როგორ უფრო სახერხელი რო აგეშლებოდა უფრო პოეტური როცა ხდები მე აკაკი თემატური და ბოლოს მე რო პოეტი ხარ და უგეთა ხებზე კიდია ყველაფერი ალექსერა სერა მე ბომჟის ტრაქში ბომჟის ტრაქში დიდი ისტორია არა არაფერი ისეთი აკაკიზე დიდი ფიზიკა არა რას ვიძახი ბევრმა იცის უკვე ანუ კითხვის ყველა ვიცი უკვე სახელი მაგრამ მინდა გითხრათ რომ ბაია იყო ერთი საფიშხიელი გოგო მარიდა ბაიას დები კაცო კი როგორ მაგარი მეგობარი ჩვენი მაგან დაარქვა ეგ იყო ეგეთი რომ ყველაფერს რაღაც სახელს არქევდა ჩვენ გიტარისტად სლეში მაგან დაარქვა მაგალითად ირაკლისი ეს სახელებს არქევდა კი ბატონო აუ და ხო დაიცალა ქალაქი ქალაქის დასლაზე გამახსენდა ესეთი ხუმრობა არსებობს ქუთაის მეორე სახელი აქვს ლევანი
მინდა რომ ნახევარი ლეჩხუმები არიან, ნახევარი ვალელები. ისე ხო ქუთაისელი ძალიან ცოტა დარჩა. ამას ვეძახით ჩვენ პასაჟებს. პასაჟები, ხო და ეს იყო განსაკუთრებული ადგილი. ადრე, აი ზუსტად ამ კედელთან, სადაც დიდი კედელი არის, იკვრებოდა მუსიკა მანამ სანამ აი სტალინავრას ხო, მე სანამ დაუკრავდი მანამდე მახსოვს ბავშვობაში ჩემებმა გამაგზავნეს ბაზარში რაღაც წვანილზე თუ რაღაცაზე. აქ ბიჭები უკრავდნენ მეთქი დამაკრევინეთ კი მე გემახსოვრებით ფესტივალიდან ასთა ყველა ადგილიდან სადაც გიტარა მეც იქ მივდივარ ეგრევე მათხოვეთ მეც მინდა დავკრა და ზუსტად ეგრე აქ დაუკარი იმ ჯგუფის სიმღერა რომელიც მეზობელმა მასწავლა რომელი ჯგუფიც აქ იდგა და პახაობდა ასე ამოვყავი თავი ქუთაისურ როკ-ენ-როლში მეგობრებო ეს არის ძალიან ასე რომ ვთქვათ მაგ თემასთან დაკავშირებით ალბათ ყველას ვისაც ჩაუვლია და მაშინდელი რაღაცა ეს ქუჩის მუსიკა რომელიც მართლა გულწრფელად ამბობდა იმ სათქმელს და მართლა აქტუალური იყო იმ მდგომარეობასთან მიმართებაში რაც მაშინ ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში ჩვენს ქალაქში რავი არ იტოვებდა არავის სათქმელს ეს არ იყო ფულისთვის მარკეტინგისთვის მარიაჟობისთვის დაკრული მუსიკა ეგ იყო ნამდვილი ხასიათი გულიდან წამოღებული რომელიც მე ჩვენ დაუნებურად და მათ დაუნებურად ავიდა რაღაც სცენაზე გაჩნდა რაღაცა ჩანაწერები, ავიდა რაღაც სცენაზე, ამასაც კიდე თავი ვინც მოაბა ის ხალხის ძალიან კაი ხალხი არიან, თორე რაღაცა პატარა აუდიო ამბებათაც არ გვექნებოდა ეს ყველაფერი ჩვენ რაღაც დანარჩენი მასწორებაში რაც აქვს, თორე მე არ მახსოვს ნამდვილად რომ რამე თვითონ ამ პასაჟებში დაკრულის ეგ რაც ჩვენ მასწორებაშია ნამდვილად ხო არაფერი არ არის გადაღებული და ნუ მე არ მინახავს ყოველ შემთხვევაში ლაშას ასული იყო მაგდროს უკვე ქუთაისიდან და ვინ გადაიგებდა სხვა აი ძალიან გულიმწყდება ამაზე აი ჩემი აზრით ის ქალაქი მკვდარია, სადაც ქუჩის მუსიკა არ იკრება. ეხლა ქუთაისში უკვე საბედნიეროდ გვაქვს ორი კლუბი, ბარი გინდა, გვაქვს უამრავნაირი ბარი, ფაბი გინდა, ფაბიც გვაქვს. ერთი ფაბი არის დაჟე ის ბილიარდი დგას, საგან გამისვდა წინაზე არ ვიცოდი თუ იყო. ესა ცოტა ის გინდა, რა ქვია, პაპსა ბარი გინდა, ეგეც გვაქვს. რა ვიცი, აი კლასიკურ ამბებს რაც შეეხება კიდე მაგაზე ორი აზრი არ არის ქუთაისში სულ იქნება კლასიკური ამბავი და რაღაცა ისეთი მაგალითად რა სისურვები შენ რაც არ არის და რაც გაასწორებ და რა არის ეს არ არის იმ სახის პოდკასტი რომ რაღაცებზე ამ ქალაქის სხვა გასაჭირებზე ვისაუბროთ და ძალიან მსუბუქად რო ვთქვა ესე და აი წირომიტანი ბავშვების გადმოსახედიდან ამათ ყოველს მეტად აკვაპარკი და აკვაპარკი ქალაქში რანაირად შეიძლება რო არ იყოს კი ბატონო აკვაპარკი უნდა იყოს. სუბუქად რო ვთქვა და ისე იმდენი რამე უნდა იყოს, აქ ჩვენ ახლა მივსაინოთ ხალხი უნდა იყოს და ხალხი რო იყოს რაღაცა ხო უნდა იყოს მაგისტრის და ეს ხალხი მიტო არ არის რომ არ არის. მაინც პოზიტიურისკენ გადავიხრები და ჩვენ ახლა მივსაინოთ აი შვედიერ ლამაზ შენობასთან შეხედავდით მეგობრებო, რომელიც არის ქუთაისის პირველი სკოლა. ეხლა აქ არ მგონია ვინმე ერთხელ მაინც ყოფილიყო სტუმრად ქუთაისში და უბრალოდ არ დააინტერესოს აქ რა წარწერები არის გამოკრული. აგერ ვიკენდია საქავაბ მეგობრებო, როგორციც მე არ შევალ დღეს და მაგითი არ მოგაწყენთ თავს. გადადით ნებისმიერ YouTube არხზე ყველგან არის გადაღებული. ან გადადით ლინკზე და დაგიძბატებენ საწერებს, ხო? ხო, აქ ვიგრიბებით, ეხლა ვისავართ, კანდიკუდა დაჩენი და სწორედ ძველად არ დავეტევოდით აქ. ეხლა ვეტევით, ეხლა ვეტევით რა შეიძლება. სხვა სუფრაც დავიმახოთ. ხო, აქ ვერ ვეტევოდით, იყო დრო, მაგრამ ნუ რა სიზა. ჩემს სამეგობროში, პირადად ჩემს საზოგადოებაში არსებობს ერთი ამნაირი დღე ლოთენდროლის დღე პარასკევობა. პარასკევობას აუცილებლად ყველა თავის სამსახურიდან გამოსული და აქ თვითონ როგორც აი პრობაციაზე თითი რომ უნდა დაადუან რაღაცა ის ამბავი არის. პროგრამაზე დილას ხარ ჩასასვლელი. ხო, შეიძლება არ დალიო, ლაშენ შალამბერიძეზე იყო, ამასე რაღაცას ლაპარაკობდით და ერთი წამით შემოგირბეთ ერთ ჩიქას დავლო და გავრბივარ. ანუ რა თუნდა და ის ერთი ჩიქას, მაგრამ რამე ერთ ჩიქას სხვაგანაც ხედავ, მაგრამ ეს ხელი უნდა დაადოს. ეს არის რომელი ადგილი, მეგობრებო, ვიცი ეს კედელი არის. დარარარარარა ჰეი, შენ სინიორიტა! აი აქედან იწყება ზუსტად ამ კედლიდან. შეხედე რას გავს ბიჭო აქაურობა და აი ეს კარი არის საიდანაც შედიოდი. ას გავს ახლა იგივე ძლიერ სახით ხო არ იქნებოდა. შენ არ შეგონე პომპეი ხო არა? შეშება ასე რო ყოფილი რა აშენდა რაღაც. ეს და იზო ხო აქეთ ამხარე და აქ როგორ არ დაიძვებოდა? სპაიდერმენი ვერ გაარკვევს რა ხდება? შენ რა ის ქსელია გაბუ. აი ეს არის სადაც თელი ჩემი სკოლის პერიოდი ვარ გატარებული აქ. პატარა ბავშვები ვნახეთ. პატარა რა, ამაზე პატარები ვიყავით აქ ჩვენ გახეული თვალები რო ვიყავით, მაგრამ ცოდნიათ სახელი. ყოჩაღ ბაია.
ასე რომ ვთქვათ, ბალახვაში ვისწავლეთ სურვა. ასენზე, ნუ როგორც ყველა. სადაც მე დავდიოდი ის. ხო, დავისწავლე, ხო, სხვა ქუთაისში ადისწავლე. მაგრამ სანამ რიონმა არ წამიღო, მანამდე სურვა ვერ ვისწავლე რეალურად. რომ მეგონა რომ სურვა ვისწავლე და ასე რიონმა რომ წამიღო, მაშინ ვიხდი რომ სურვა ვისწავლე. ბავშვებმა ცოტა უხერხულად იგდეს თავი, იმიტომ რომ ვკითხე რა ქვია აქაურობას, თუ იციოდა, რომ იცოდნენ. გაქცეულან, სიგარეს დაუშლდი თვითონ. რომ იცოდნენ, სახელი ვერ თქვეს, მოერიდათ. ბომჟის ტრაკი ახლა უცხო ადამიანებს, თან კამერიანებს არ უთხრეს და წასულან. აი ეს არის ადგილი. ეს ხედი, ამ ხედით იწყებოდა დილა და ბევრი დილაც გათენებულა. ყველაზე მაგართან აქ რა არის, ამ კიბეებზე, რა იყო ყველაზე მაგარი. ქუთაისელი კაცი შინაგანად ხო არის, აი ბუნების მოყვარული ადამიანი. აქ კიბეები ხო უნდა ყოფილიყო, ახლა რა იქნებოდა, პირდაპირ ხე ხო მოჭრე, მაგრამ ძირი ბოლომდე არ გადაჭრეს, ნახე? თან სკამია, თან ბუნებას გაუთხილდით. ეს რა არის ბიჭო? ანუ ას მე ვხსნიდი ვერ აზრობს რა არის. ანუ რა არის, მართლა რა არის? ამას მოკლედ ვერ ნახავთ სხვაგან. ვიკენდიას კაბაბსაც ნახავთ, რესტორნებსაც ნახავთ, მაგრამ ამას სხვაგან ვერ ნახავთ. ამიტომ რა უნდა ქნათ? ვიდეო უნდა დაალაიქოთ და არხი უნდა გამოიწეროთ. Let's go. ყველაზე ერთ-ერთი უძველესი ეზო, მაგალითად ქალაქ უზომის ტერიტორიაზე შემორჩენილი რაც არის რა. დანარჩენმა ხო რაღაცა სახეცვლილებები მიიღო, ისინი ესენი, ეს ეზო მაინც იძულებურად ჩემი ბავშვობის სუნი არის, ასე რომ რა არის ჩემი ბავშვობაში, ისე არის ეხლაც რა. აი მეგობრებო, რაც დასაც დაკვირდით გისრულებთ რა, ამას ვერსად ვერ ნახავდით და მიჯერეთ რა. უნდა იყო ქუთაისელი, ოღონდ მართლა ქუთაისელი. ამ ეზოს სხვანაირად ვერ ეს რო იცოდე. სამსახური მაქვს, მამა, მინარი სხვა რამეს. სხვა რამეს ვერ ვშავ, ხო. არა და დილითაც სიცხეროა და ხო ის დილიდან თმები, აი გამის გადაწევა ხო მინდა, ხან თავამდე კი ვერ ამაქვს ხელი. აქამდე ადის და მერე მიჭირს უკვე. ვიდრე კუნთია მიჩვეული. რიონის მეორე მხარეს ის ადგილი, სადაც ვამბობდით, დღესაც იკრიბებიან ხალხით ხო, ოღონდ ადრე ვავსებდით და ეხლა ნუ ვეღარ ივსებაო რა. ეგ იყო ქუთაისური ისტი და ვესტი. ისტი და ვესტი, კი, ნახდა. მაგრამ ჩვენ არანაირად არ ვდისავდით ერთმანეთს, ძირითადად ისინი თუ ჩვენ ვთირავდით ერთმანეთს. თუ დავთირავდნენ რომ აქეთ სმა მიდიოდა. იქედან მოდიოდა ჩქარინა ბიჭი. თუ გადავხედოდი იქედან სმა მიდიოდა, ჩვენ გადავდივართ იქედან და ძალიან მაგარი ვინმე სახა ამ სმიდან გამომდინარე, ვინმე ჩიჩმით უქონდა კარგი. მე მაქვს ერთხელ დანახი რომ აი მაშინ სადიდგა ეს არგო ეგრეთ წოდებული ტიტანიკზე ხო მიდიოდა ხშირად სმა და არა მარტო სმა, ხან და ხან კონცერტებიც და ხან არალეგალური, ხან დაგეგმილი, ხან ძირითადად დაუგეგმავი კონცერტები, იმიტომ რომ გეგმის მიხედვით როდის იყო ქუთაისი ამ ქუთაისელი და მე შვებოდა და აქედან ბევრჯერ გადაგვიხედა, ნუ ამ კონკრეტული ადგილიდან ის რომ იქედან გადაგვიხედა და ანუ პირველ წინასწარ არ უნდა რომ თქვას ადამიანმა რომ ანუ როსვამენ ახლა ჩვენს გადავიდეთ. პირდაპირ ამას ვარ იტყვი, აი იმერელი ხარ, ხო? გადავიდეთ მივახტეთ. სასმელი გაიჩიშო და ვეცე. ჩვენ გადავხდეთ აი. ბიჭო, იმ შეფერილს რასვამენ ნეტა. ანუ უფერი ვარ იყო, რაღაცა იყო შეფერი. იმ შეფერილს რასვამენ. მე კი ხო არ არის. არა, იმის ნახოთ, თალევაგი არ მიდე. просто რასვამენ, სად ნახენ. ეგ იყო, ეგ ამბავი. აუ, რამე დაიჭირა. დაიჭირა რამე. რიონის წვერა. გავიცნოთ რიონის წვერა. რიონის წვერას, მაო. ეხლა ძალიან მოდიდებულია წყალი, თორე არა, კაი. ეს მეც გონი დაარტყა და ახლა თუ ამას ლაივში ჩვენ შევესწართ, მე მონტაჟი უნდა დარეგო. ამას თუ შევესწართ. თორე დავაგინეთ. აბა უვალეშიკოთ. მარა აი ესეთ გვია წყალში რა შეხედა. ოპა! რა ფეხზე მოვედი? რა კამერაზე მოვედი? რა კაია, ნახე. ჯიგარი. გამარჯობა, ქუთაისელო წვერა. ო, საღო? მეთქი ყველაზე. ოჩა. ფანეჭი. რა კაია. აქ მოდის კონკრეტულად ეს ზომელი. ხა მოდიდებულია. ხვევით ცოტა ნაკლები, ზევით მეტი დიდი. აი ხელი რომ მოგვიდა აქ ვერსად ვერ გადავებან, თორემ მოხსნიდი დიდი სიამოვნებით და რა პრობლემა. ის მეთევზე კაცი. აკაკი. მაგაზე მაგარი ისტორია. ნუ ეხლა ჩემს ბავშვობაში როგორც ძველად სხვებთან წისქვილში რომ მოისმენდი, კაის და გლახა ამბავს და შევხვდებოდი ყველაფერს. იგი იყო ტოტალიზატორი. ეგრეთ წოდებული ეხლა რომ მიწის ტოტალიზატორი. ეხლა ხო ეძახებ მიწის ანუ ინტერნეტში მიწის ტოტალიზატორი. იგი იკრიბებოდა უფროსი, უცროსი, პროფესორი,
ლექტორი, რამდენჯერ გაუნათლებელი, განათლებული. მე ხوار თამაშობ, ხო, მაგრამ მე ვასეულე ფეხბურთის საყურებლად არაფერი ისეც ნახარ. იქ იყვნენ რამოდენიმე ყორიფე მოთამაშეები. კოლორიტი მოთამაშე არ მომბრო სხვა საკითხში იყვნენ რაღაცა მაინც ყველა ცნობდა, მაგრამ როგორც მოთამაშე თამაში კარგები. თამაში აზრს შეეკითხებოდი რაღაცა. იმას გეუბნები ახლა ზუსტად გიყვებით. რაღაცა 2000-2001 წელი ესეთი ამბავია. ფეხბურთიდან მოვდივარ და აკაკის თამაშის სტილი მოიცავდა რას ახლა ეგრეთ წოდებული სახარო თევზაობს, ალბათ სხვა სტილითაც თევზაობს. თორე ასე თევზ ჭერას ვერ შევესწრებოდი დაგვიდავ შუა ქალაქში წვერა და დაუთხვია თან კამერას ეგრევე ამოაგდო. თან გაასამა. მესამე თევზი დაიჭირა. და აკაკის თამაშის სტილი იყო ამერ მაგალითად პროგრამაში ხო იწერებოდა 1 2 100 120 რაღაც ამდენი თამაში იყო და მაგალითად შემოვიდო და შუა დღისას უკვე ხალხს ბილეთები მოშნა თუ აქვს დაწერილი და თამაშები დარჩენილი 1 საათი 2 საათი ესე რაღაცა 3-4-ისთვის რა ოკრიბავდა დაწერილი რაღაცებს ფურცლებს ხელს და აკვირდებოდა რაზე არის მოთხოვნა დაწოლა ეგრეთ წოდებული ტოტალიზატორის ენაზე რას დააწვა ხალხი რომ ჩვენ საპირისპირო დავწეროთ აბა ტოტალიზატორი ახლა შენ მოსაგებად კი არა შენ დადიხარ მაგრამ თან იმიდეით რო ცხოვრობ რომ შენთვის კი არა ხო რა თქმა უნდა ხო მაგრამ ანუ ამდენიც წარმოდა რა ბნელები ვიყავით ჩვენ ყველა ესენი ბნელები აკაკიას ასლა ვარაკობთ რა კაი გადაწყვეტილება ურეკავდა თან თავის ნათესავს თორსები რაღაც რუსეთში ლენინგრადში ან რაღაცა მაშინ ერიქსონის და არის იგი იყო რომ რაზე იყო დაწოლა აქ რომ შესაძლოა შეტრიალებული დავზერე მე ერთ-ერთ შინაურს ეხა ქალაქიდან გამომდინარე მე ბავშვი ვარ მაშინ ეგ შედარებით უფროსები არც ბილეთის ფული აქვს ეთქობა არც იგი ასე კიდე საგლახაო საჯღანაო ყველას ბძალია ბუდაჟი ვის აქვს საქმე 2000-ზე სახში მივხვალ დენი დაგვხვდება თუ რა და როგორი პერიოდია ისი გლასგოს რეინჯერსი და გლასგოს სელტიკი ერთმანეთს თუ არ ხვდებიან ნუ გასვლაზე იქნება თუ სახში იქნება ყველას ხვითავენ რა და შესაბამისად ძალიან დაბალი აქვს ამას კოეფიციენტი და ვინც ეთამაშება იმგეს მაღალი ესე იგი ამ გლასგო რეინჯერსის მოგება 100 ლარში 200 ლარში სხვადასხვა პასტით 2 გუნდში 3 გუნდში ცალად ეს ყველგან დაახარა ძირს ძალით ამან რა ნუ აკაკის უჩალიჩებს ახლა ეს მისი მეგობარია რა ვა ნუ გად რო წააგოს ამბულ მე იცინოს ვაზე ხარ ახლა იმასე და მოხდა ისე რომ მართლა წააგო ამა ხო დაწერა ბევრი ფული რეინჯერსის წაგებას და მართლა წააგო რეინჯერსმა რაც 3 წელიწადში ერთხელ ხდება ეს მეორე დღეს არის მაგარი დიდარი და ის დაძდა ქაბაბი მაჯამი მე მოგაგებია უნდა აჯერეს ამ ისტორიას პროსტა მინდა გაჯერეს ამას რომ მიუხედავად იმისა რომ მე რო გითხრა ხა ჩემ თავზე მიგრაციაში მომიწია ცხოვრება და ამ რაღაცები არ ყოფილა და ასე ვიტყვი რომ ღმერთმა შეიძლება დააყენაკიდებას მაგის აუცილებლობა მაგრამ ვერ ხენი ჯერდა არც და ვინატრობს ახლა ემიგრაციას მაგის სისულელია და ჯერ ყველა ქართველი როგორ განიცდის ამ ყველაფერს და ქუთაისელი ასე მგონია რომ ნუ მე ასე მგონია თორე ალბათ რაღაცა ყველა განიცდის და აი ეს ადგილი გინდა თეთრი ხიდიდან გადმოსული და გინდა ეს აი თვალში რომ ხო იცი რომ თვალებს დახუჭავდა აი გულის თვალს გააღებდა რაღაცა გახსენდება რომ ეს მოგენატრება ყველაზე მეტად ზუსტად ეს ხმა და დილით გადმოსული ბაგრაძე და წმინდა გიორგზე პიჟრის გადაცემა. ეგ არის ჩემთვის ქუთაისის მთავარი სალოცა. აი პირველი ჩემ ნაბიჯის გადმოდგმა ამოსვლა ან თეთრხიძე, ან რუსთაველის ხიდთან, ამ მნიშვნელობა ან იქიდან გადავდიოდი, თუ იქეთ მივდიოდი, თუ აქეთ მოვდიოდი, ესე ამოვდიოდი და აი ბაგრაძე და წმინდა გიორგზე პიჟრის გადაცემა ამ რიონის ხმაურთან ერთად რომ ჩემთვის რაღაცა დილის შენს რიტუალს ასრულებ რაღაცას პიჟრის წერას და ეგ არის პირველი რაც მახსენდება ქუთაისზე, რომ ქუთაისი მომენატრება და ამას რო ვერ ვიზამ, რა მეშველება თქო, ეგაა დედასპიცი. მართლა
ეხლა მივდივართ სისთერში, მეგობრებო, დებში. რომელი ადგილიც ჩემთვის და სტალოსთვისაც განსაკუთრებულია ჯერ ერთ, იმიტომ რომ ბიჭიკო მუშაობს, ხო ის ფილმი. ვის გოგია, ბიჭიკოს მუშაობა, სტალინდა მუშაობს. იმნაირი მოხმარების ადგილია ზოგადად სივრცე იმისათვის რომ ადამიანმა მიირთვას ოჯახთან ერთად რაღაც თან ქუთაისის უკვე იმნაირი ქალაქად ჩვენ კი არ მინდა ამისმა მართლა მთელი გულით არ მინდა რომ ასე იყოს, მაგრამ ფაქტია ასეა რომ ანუ აღმოსავლეთიდან წამოსული ადამიანი ზღვისპირეთში და დედასვისავარ მოამრავს უთქვამს რომ აი თქვენი გულისთვის შემოვიარა ქუთაისში. კი, თქვენი გულისთვის შემოვედი ქუთაისში, თორემ ჩვენ ხო ავტობანმა აგვიარა თავისთავად გვერდი და ახლა იმ ხალხს რა დარჩენია ისედაც და თქვენი გულისთვის შემოვედი ქუთაისში, თქვენი გულისთვის შემოვედი აქ რომ თქვენთან გვესადილა, თქვენთან გვესაუზვა და ასე შემდეგ და ნუ ერთი მხრივ კი მიხარია ამ საქმეს რომ ვაკეთებ და იმ გზაზე გადასული ადამიანს აღმოსავლეთიდან დასავლეთის ბოლომდე რაღაცა შემოახვევინებთ ხო შემოახვევინებთ ხოლმე, მაგრამ არ მინდა რომ ასე იყოს და იგიც არ მინდა რომ ახლა მარტო ჩვენი გულისთვის შემოდის, მე არ ვიტყვი სხვა კაფეებისთვისაც ალბათ შემოდის ვინმე და არა მარტო კაფეებისთვის, მაგრამ მინდა რომ უდიდესი ნაწილი ქუთაისში 1-2 დღე გასაჩერებლად ერთი რომ დაკავდეს რაღაცეებით, სხვადასხვა აქტივობებით. ნუ არის რამოდენიმე ლოკაცია ხა რომ ნახოს ან სანახ თუ არა განახი მით უმეტეს. მადამ სანამ მე რაღაცა კადრებს ვიღებდი ამასობაში პატარა შეკრებაც გაიჩითა მოტოების ქუთაისის ტურში მოტოების გარეშე არაფერი არ გამოვა. მით უმეტეს ჩვენს არხზე. ამიტომ ეხლა მივალ ბიჭებს ვნახავ და შეიძლება ცოტა გავიკატაოთ კიდეც, კი ღამეა, მაგრამ შევაწუხოთ ქალაქი. ჯერ ადრეა. 11 საათამდე ძალიან ადრეა. რომელი საათია? ძალიან ადრეც არ არის, 10 საკლია 15 წუთი. Сейчас пиво горстом, а то сидит куда-то гуморишь. ელავარაგე. Бельта кутайси нам зимецона. ამასობაში მეგობრებო, ჩემს აქეთ ბოდიალში და ხეტიალში პატარა ლამაზი შეკრებაც გამოვიდა. პატარა რა 10 მოტო არის მაგის დედავატირე. ჩემიანა. ხო ვართ 10? ზუსტადად. რა ამ დროს რა შვებით ხოლმე, გარდა იმისა რომ დააყენებთ მოტოებს, ლუცავთ, მე ისე ვჯდებით და მიდიხართ. მე კიდე ლუცავთ, მაგის გარდა რა შვებით. სტანდარტ მე გავავსებ. ხო არ შევაწუხოთ ქალაქით ხო ვიფიქრე. ბენზინს ვისხამთ ხოლმე და მე კიდე ლუძე გავდივარ. ბენზინს ვისხამთ რომ ლუძე წავიდეთ. ოტაკ. შეიძლება ისინი მოვიდეთ, ბებერი მანქანები. არა ბიჭები. არ გევას. ესეთი კაი ბირჟა მოიხოდა მეგობრებო. დავახარცებო. ნახეთ მეგობრებო, რანაერი ეგწოდ სხადნიაკი გაიჩითა აქ ბაიკერული. რა სიტყოდით? რა გჭირდება ქუთაისში, რა გვაკლია, რა სურვილები, რა თქვით რამე. რა შეიძლება იქნება ისეთ მაგაიგოს ვინმე რომ შეისმინოს და რაღაცა მოხდეს სასიკეთო. განაცხადე არაფერი არ გვაკლია. ჩვენ ყველაზე მეტრო ჩვენ არ გვჭირდება და ბასლაინი ყველაზე ხარ. ჩვენ პანჩი დავრეხინოთ რა და კაი კანონის შერბილებას ითხოვს გიგან ნასვამობაზე. ხო, არო. ახლა რო ჩააბერიო 800 მაინც ამოვა. როგორც ყველა. სამი ბაკალი, ბიჭო, სამი ბაკალზე არ არის. ბაკალი ზომასაც ხო გააჩნია. კაცური და თავის ბიჭო, არა, რო დათვრები, всё.
ანუ თუ რალზე სიარული უნდა შეიძლება. ნასვამი და ფხიზელი და რაღაცები აიგრძალოს, ხო? ხო. ეს ჩაგვიდეს წყალტუბოელია. იმიტომ არზე ჩვენთან იმიტომ გარეთ. რას ნიშნავს თქვენთვის ქართული როკ-ენ-როლი? ქუთაისი არის როკ-ენ-როლის მამაქალაქი. კი ბატონო. ხო და ადრე ვიზახოდი სექს დრას როკ-ენ-როლ. ახლა არის სექს ბაიკ ეнд როკ-ენ-როლ. კი ბატონო. შეიცვალა. ძალიან ძალიან საკეთო. ყველაფერი ტურისტები შეგხავ. მეტი არაფერი არ ციცი ჭირდება. ცხოვრო. ნამდვილად, მალი ხარ ნამდვილად. ბიზელი მაინც ერთნაირად ეიარებ. სექსი და როკი გაკლია და წყობილი და წყობილი. არ მაკლია რო იცოდე არსმანი. მივყობი დინებას, რომელიც დინება მე შევქმენი ჩემთვის. აი ასე მივყობი. ხამბე რადგან ექიმი ვარ, ეგ აუცილებლად უნდა ვთქვა. ჯანმრთელობის ფასი არაფერი არ არის და რაც შეეხება თვითონ ბაიკის კულტურას, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი აზრით არის ერთმანეთის პატივისცემა. იგივე დათმობა, იგივე არ ჩასწრება, არ გადასწრება და რა არა, ხო, ჯანმრთელობას არა, ნამდვილად ამაზე მნიშვნელოვანი არაფერი არ არის, ურთიერთპატივისცემა. ყველაფერი მოდის აქედან. თუნდაც ნაკლები ხმაური, თუნდაც ბევრი ხმაური, თუნდაც სწრაფად სიარული, თუნდაც ნელა სიარული. თავარია ერთმანეთი გავითვალისწინოთ ყველა მგზაზე, მოტომოყვარულებმაც, მანქანის მოყვარულებმაც, იმიტომ რომ ყველაფერი არის სამწუხაროდ ერთი შემთხვევიდან. ოთხბორბლიანები ცოტა უკეთ იქცევიან ბაიკების მიმართ ქუთაისში, იმიტომ რომ თუ ერთ ზოლში დავდივართ, აი მაგალითად როგორაც არის წესი მარცხენა მხარეს გავდივართ, ყველა გვითმობს აბსოლუტურად. მე აგერ რამოდენიმე წელია დავდივარ უკვე სისტემატიურად და იმის მიუხედავად რომ მეზიზღება ქალაქში სიარული. ბაიკით გვითმობენ და ესეც იმიტომ რომ ჩვენ ბიჭებს ყველას ახლა აქ გვაკლია ძალიან ბევრი ბაიკერი გვაკლია და ყველა დამეთანხმებათ რომ ბაიკერებიც ძალიან მაგარ პატივისცემას გამოხატავენ თუნდაც ოთხბორბლიანი ძღოლების მიმართ. ქუთაისიდან არსებობს ზოგადად მსოფლიო სიყვარული, ურთიერთობა, ნებისმიერი რამე რაც არსებობს ქუთაისიდან და ქუთაისელისგან და ქუთაისელში რო გვერდში დგომაა და სიყვარული არ არსებობს, რადგან ქუთაისელები ამ ყველაფერზე ვლაპარაკობთ, ვინც ხარ, რაც ხარ, ვირაფერ არ მეისმის, ახლა ჩვენაც არ გეითვალისწინებს და ამ კაი ტაზაფერ არ დაუდგება გვერდში, რომ ჩვენ კიდე მეტი ვილაპარაკოთ, კაი ვილაპარაკოთ, აქანა ვიღაცის სახელი ჩავაგვეხოთ, იგე იმის რა ქვია სპონსორის. ლუდი თუ იქნება და დასალევით ლაუგეთეს. სპონსორად. გენაცვალეთ უყოლას, ბაიკერებო, მიყვარხართ და ბევრი პატივისცემა ერთმანეთს. ხო ძალიან არ მიყვარს ეგ სიტყვა სპონსორი რა. ძალიან არ ხო რა ჯიგრულად რა იმიტომ რომ ჩვენ გაგვიკეთებია ქუთაისში მსგავსი სიტუაციები და მსგავსი თემები და ძალიან მაგრად ჩაულია ყველაფერს და მოდი დადე მოდი მამასთან ხერის ბიჭო ხერის ყველას გირჩევთ 1-2 დღეღამე მაინც გაატარეთ აქ 1-2 მეგობარი გაიჩინეთ ქუთაისელი და ქუთაისში ხარ რასაც ვაგვირდები, ყველაფერი იცვლება, აგერ ანუ ვიზუალურად იცვლება, რაღაცები ხდება ის ეს, მაგრამ ერთი რაც არ იცვლება, არის ურთიერთობა და სიყვარული. და პატივისცემა და ისევ იგივე რჩება და რავი, ვისურვებდი რომ მომავალშიც ასე გაგრძელდეს. და სხვა რაღაცებიც უკეთესობისკენ იყოს. არის ქალაქია. პოლიციას კი გაგებით გვეკიდება. გააჩუმე ბიჭო მაგ ბაიკით ვერე გაგხსნე ჯარიმას უყირია და ჯარიმას კი აწერე. ჩვენ არ გვიყვირია თქო და შეიძლება ალპოჩკი ყვირია. გააჩუმე მაბაიკით ვარა გაგხრი ჯარიმას. კაი. აქ რო ჩამოხვალთ, არავინ არ ვიქნებით წინააღმდეგი რომ გაგიწიოთ ეგ თანაგუნდელობა რა, თანარაიდერობა რა და პადელნიკობა ძმაო, პადელნიკობა და მაგიტომაც ვისაც სურვილი გაქვთ საქართველოს ულამაზესი ადგილები ნახოთ, ყველა მხარე ხო ულამაზესია, მაგრამ მე ადგილებს გეუბნებით ძალიან ახლოში, ძალიან კომფორტულად და ძალიან ამაზად ჩამობრძანდით ქუთაისში და ვიგუგუნოთ, ვიდრუხუნოთ. მოკლედ, ჩემი მეგობრები, გაგაცანით ამად გარდა კიდე ბევრი ვართ აქ დასავლეთში ქუთაისში. ძალიან ბევრი ვართ და მოკითხვად არ არჩენებს. ეხა ის დაუგეგმა ვიყო და ბოდის გიხდით მეგობრებო, ვინც აქ არ ახართ, ხო არც და წინასწარ დამირეკავს არაფერი. ავი კალეს თელედღეა ველაპარაკები და არც მithქვამს რომ რამეს ვაპირებთ ხო, მაგრამ ძგაბ ერთმა ათმამოტომ რო გაიარა, მეთქი სადმინდი ხართ, მოდი აქა და ჩავაჭერე დავეწიე მეც. მოკლედ გრძელდება ვიდეო.
დაალაიქეთ, გამოიწერეთ, რაღაცა ქენთ. აუცილებლად. ძალიან გემრიელი დღე გამოვიდა გუშინ და თავისი აი დაუგეგმავი შეხვედრებით, თავისი გასეირნებებით, ისტორიებით აი ეს თევზი რო ამოაგდო ბიჭონა მაგარი იყო დაბარებულივით. რა შეეხება რეკომენდაციას, რასაც ვაპირებ ესე ყველგან სადაც ჩავალ, ყველა ქალაქი იქნება თუ რეგიონი, რომ გაგიზიაროთ, ჩემი რეკომენდაცია ყვების ობიექტთან დაკავშირებით არის დები. ეს არის ქალაქის ცენტრი, მეგობრებო, რამოდენიმე მეტრი აქამდე, ფალიაშვილის 33 ნომერი. უგემრიელესი და ულამაზესი ადგილი რა. ეხლა დაგათვალიერებინეთ. დილის საუზმეზე ჩემი სიყვარული კაცი, ჩემი TikTok-ერი ზოგადად შემომიერთა დებში. კაცი რომელიც ისა ცნობილია ზედმეტ სახელით ქუთაისი. არც TikTok-ერი აღარა ვარ. არც TikTok-ერი აღარა ვარ. აღარ სახიობი ხარ, აღარ TikTok-ერი. რა დარჩა შენგან? ვაფშე, არ ვიცი. ბიზნესმენობა დავიცი. სამაგეროთ ქუთაისელი, ქუთაისში გადმოხვედი. ქუთაისი ქვია და ქუთაისში გადმოხვედი. ოდა ქუთაისზე თუ არის ვიდეო, ამაზეც ხო გამოდის რა. კი, ოჩემზე აკეთებ ვიდეოს. კი. მე შენში უნდა ვიმოგზაო. რა ხდება ქალაქში ახლა მე აქეთ არა ვარ შენ ხარ აქეთ მაყევ ერთი კაი ამბები ვაფშე ქუთაისი არ ეხება უბრალოდ ერთადერთ ქუთაისი იმდახარ რომ ქუთაისიდან უდიოდ თბილისში ხო და გამოვიარე ანუ პატრული ხო რა ჯარიმას დაგიწევს კაცო და იმერელი პატრული მაინც სულ სხვა რა მოდივარ ქუთაისსა და გვირაბებს გამოვსი სადაც ზესტაფონის გვირაბებში ვარ რა უკვე და გამოვიარე ახლა რამდენიმე გვირაბი და ატყურს ყავს მანქანა გაჩერდა რომ დამინახა გვირაბიდან გამოვიდა დამიქნა ხელი გააჩერდა მეც კიდე ალალმართალმა დებილმა ეგრევე წავსული ყავს სხვა ყავდა გაჩერდა გადავაკენა დაჟე მეთქი არ შევაწუხო თქო და საჭი ჩავაგდე და უკან ნახე ჩემ მანქანას ასე აგზადნა ასე შეესტო და ჩააჭირო და უგაცა მოვედი კაროჩე გავაჩერე ველოდები ახლა ხვედი არ მეკეთა რა ება ხო და მოვიდა ახლა არც გამიკეთები ხო ხდება მეკეთა და ვერ შემხედე და რაღაცები მეთქი აგა 40 ლარის გამო რა დავიწყო და გაუშვე ეს მანქანა მოვიდა ჩემთან რაღაცა ესა და ესავა რაღაცა აქედან კამერა რაღაცა კამერა ჩართულა ვიცი მეთქი პატივცემულო დავაშავე და რა დავაშავე მითხარით მეთქი შუქები არ ქონდა გვირაბში რომ გამოვიდი ჩართულიო და არა და დედას გეცემ ქონდა მეთქი დედას ვიცა ვარ ქონდა მეთქი და ახლა ჩართულია მე მეგონა მეთქი ჯიგულად გეუბნები რომ ხვედიზე გავაჩერე მეთქი ხვედი არ მეკეთა თქო და მე მეგონა მაგიტა გავაჩერე თქო და აუ შენ გენაცვალე ამ პოლიციელმა შენი ჭირი რაღაცა გადმოდი მანქანა გადავედი გადამხვია ხელი მივყავარ მანქანაში რომ პატროლის მეორეს ჯარი იმას და ვარ დაგიწერიო ჯარი იმავა არაო იმანოთ კაროჩი არ დაუწერე ახლარია ბიჭო მეთქი ალო პატივცემ რაზეც გამაჩერე მეთქი ალო ეგ არ დავიშოვე და ეგიც ჯიგულად გითხარი მეთქი საერთოდ არ შეგიმჩევე და მაინც ხო კაი ახლასე მასდებთან ჩეკს კაი ახლა მათი ლარის გამო მიგახტი სალაბარს გაგო აი მეთქი სიტყვა მაინც იგრძნო მიუხედავად იმისა რომ აი აფიცება რომ გავატარა მაგას ძველება რომ აი გაფურს რო გასდო აი არ გიდა
ბოჩებს ბოჩებს ხო, ახლაც მანქანაში ვიდევს. აი ათლა. გადაიხარ ჯობი თორე გაბევრდება. თან უგახდი სალაბარაგო. უგახდი სალაბარაგოს, ხო თორე ვერ იწვის. მოგითხვა თუ უყურებ ამ ვიდეოს, ჯიგარი ხარ. ჯიგარი ხარ მართლა. გემცები იმდენი მაცინე რო წამევედი, მაგრამ 10 ლარი გარო 40 სვლა გეწერა ღირდა. აა, კაი იყო. ჩემთვის საყვარელი ლობიანი რაც არის დედამიწაზე, ისი ეკეთება აქ და აჰა, ლეჩხუმი. ეხლა მინდა რომ გაგასინჯო. მე მაგ ლეჩხუმთან თან რაღაც ფესტებია, ჩემ იყო ლეჩხუმელი და აუ რა მაგარია ჩემ. წელს აუცილებლად ლეჩხუმის ვიდეოსაც იხილავ ჩემ არხზე. აუ ლეჩხუმი არის ძალიან ლამაზ. თუ გინდა აგიყოლებ და წამოდი. დავა, წამო. მართლა? მართლა წამო, როდესაც ამერე. ჩვენზეა კაცო, მე ეს გაწერილი არა. დავა, წამოვალ უეჭვე. დავა ლეჩხუმის ვიდეო დავა, ხარ ბაზარი არა. ვა, რა კაი კოლავი თან გაიჩნდა. მე ჩემს სოფელში ჩაიყვან ძალიან ლამაზი არის მახურაში. ვა, თან ახსენე და მოვიდა, ნახე. ოპა, ოპა, ოპა. შევიყვანოთ ამ ვიდეოში? მეგობრებო, დღევანდელ ვიდეოში ვაგებონებთ ლეჩხუმურ ლობიას და გამოიწერეთ არხი. გამოიწერეთ არხი. ახლა ჩანადანგალე და ისინი ამას არ უხდება. არა, არა კაცი. გადმოღების დროს კიდე კულტურულად შეიძლება. მენა ბიზნესია. აუ! ციკლები და არ გადარჩენა. ჩემ ტერს. კაია, ბიჭო. როგორ ლობიანია, მეგობრებო, იცი? რო ღეჭავ და არ გინდა რომ ეს ღეჭვა დამთავრდეს. გადაყლაპამდე რომ არ მივიდეს საქმე. ძალიან გემრიელია. მე ერთადერთი ამ ვიჩინას დავუმატებდი ერთი 5-ს კიდე. შიგნითაც აქვს, ბევრი. ხო, ვით. არა მართლა გემრიელია. მოკლედ რა, ტოპია. და არასდროს არ იცვლება გემო. ყველაზე სასწაული რაც არის, ამდენი წელი აკეთებენ. საღოლ. მართლაც რომ მარიკა მეგობრებო, გუშინ კი ვახსენეთ მე და სტალინა და 1-2 სიტყვით მინდა მარიკამ თვითონ გითხრა საქაური კონცეფციის შესახებ. პირველ რიგში მადლობა იმისთვის რაც შექმენი და მართლა სავიზიტო ბარათად გადაიქცა ქუთაისის გუშინ ამბობდი ნებისმიერ კულინარიულ არხზე შეიხედეთ მეთქი და თუ სისტერსი არ იყოს რაც კიდათ ის გერდით. ყველა საყავს უკვე გადაღე რამდენიმე იყო აქ. კი, ესე ხო, მაგრამ მე ვეღარ ვადევნებ თვალს ესე კი არ ვიცი. სათქცალია. ხო, მაგიტო და რანაირი ფაქტები ხდება, იცი მაგალითად მოდიან აი გერმანელი ვიღაცა გაზეთში ვნახე, კოპენჰაგენიდან იყვნენ ვიღაც შეფები გაზეთში ვნახე და მე არ ვიცი რომ გაზეთში. თან შენ აქტიურად ხარ გარდა იმისა რომ აქაურობა სული და აქაურობაზე ზრუნავ და რაღაცას იგონებ და რაღაცები თუ რამე ტარდება ისეთი მნიშვნელოვანი იქაც ყველაფერს ასწრებ ყველგან ხარ და ნუ გაბაზრდებოდა რა თქმა უნდა. ალბათ და ეს თავისთავად მოხდა ისე. აი ეს კონცეფცია ამაზე მინდა ილაპარაკო 1-2 სიტყვით ეს მე კი ვიცი ისტორია საიდან არის ეს კედლები ეს ნივთები ყველაფერი აქ რაც არის მაგრამ შენ მინდა 1-2 სიტყვით ვთქვა. ნახე როგორი რაღაც არის ცოტა გაცვეთილი გამოდგა ბოლო დროს ამას ლაპარაკი რაღაცა ბაბუის, ბების მაგრამ ნუ ფაქტია ეგ არის რომ თავიდანვე აგერ 2013 წელს როცა ჩავერთეთ ამ საქმიანობაში შენ გახსოვს მაშინაც კი ერთადერთი ამოსავალი ამ საქმის დაწყების იდეა მაინც იყო ეს წინაპრები და იქედან გამომდინარე ეს ადათ-ჩვევები, ტრადიციები და თუნდაც აი ნებისმიერი რამე ახლა ჩვენ სოფელში წავედით იქედან წამოვიღეთ და მართლა დაძველებული რო გვინდოდა რო ყოფილიყო ანუ ეს შენობა არის მაინც გადამწყვეტი მაგის იმიტომ რომ მე-20 საუკუნის დასაწყისია და აქ როგორც კი შემოვედი იმ წუთში მივხვდი რომ ანუ ეს არის ხო და ისე რამდენ ადგილზე მივედი მასე და ვიგრძენია მომიწია ძალიან ბევრჯერ მისამართები შეცვალა მაგრამ მადლობა ღმერთს სულ ისეთ ადგილებზე მივდიოდით რომ ის რაღაცა შთაგონების წყარო ის შენობა ხდება თვითონ სულ და აქედან გამომდინარე აქ რო რაღაც თანამედროვე ისეთი გაპრიალებული ზედაპირები და ნივთები არ გჭირდებოდა უკვე ვიცოდი. ხო, არა, ისედაც სტილიც არ არის შენ, მაგრამ რაზე მინდოდა მეთქვეცი მეგობრებო, რო იცოთ ეს ხეები აქ, რასაც ხედავთ, ნივთები, ეს ძველი რაღაცები, ადგენენ და ჩამოიტანეს საკუთარი სოფლიდან, საკუთარი სახლის ნაწილები აქვს ჩამოტანილი.
აი გარდა ძალიან მაგარი. ხო ეგ იმიტომ პირველ რიგში რომ რაღაცა ეს სიმყუდროვე და ის მე თვითონ ვიყო კომფორტულად აგერ გავხედო ბაბუა დიდი ჩემი ბაბუის სურათს და მის გაკეთებულ ბუხარს და მე ეს ედება ეხა შენც რო გელაპარაკები დიდი სიხარულით გიხსნი და ბუნებრივად ჯაი თქვა რომ ბიჭო მიუხედავად იმისა რომ ხო ესეთი გაპრანჭული და სერიოზული სალონური მასწავლებს და თან მეორე მხარეს აქეთ არის ძალიან შინაურული და ძალიან და ისე სწორად გადის ამ შუა ხაზში რომ მაგის ფორმულა არაფერი არ არის ისეთი უბრალოდ როგორებიც ვართ ისეთი ძალიან დიდი მადლობა მადლობა შენ პირიქით მასპინძლობისთვის და იმისთვის რომ ქუთაისს ესე გაუთქვით კიდევ უფრო სახელი რა ყველაზე მეტად ეგ მახარებს თუ მაგაში რაღაც წველი გვაქვს ძალიან დიდი მადლობა ქუთაისში ვინც გნახეთ ყველას სტალინას ჩემს ძმას ძალიან დიდი მადლობა მარიკას ჩემს ბაიკერ ძმებს უდიდესი მადლობა ჯაის ძალიან დიდი მადლობა ბოდიშ ვიხდი რომ ეხა ვერ ვახერხებ გამოვიარო თქვენთანაც მაგრამ გამოვასწორებ აუცილებლად ძალიან დიდი მადლობა ზურას კიდევ ერთხელ რომ ამ მოტოთი მომეცა შესაძლებლობა ჩამოვსულიყავი ქუთაისში ნახოთ აბა წვიმაში როგორ იბლის დაინა სტრით ბობი მე შორიდან გეძახი ღმერთო სითბო მაღირსე ღმერთო სითბო მაღირსე მეგონი ხალხო პირველად სოკარის ვეიმარტში შეგიძლიათ შეიძინოთ ჰელი რა თქმა უნდა ისევ მოწვიმა რა თქმა უნდა ისევ სველი ვარ ამის დედასვადირე მაგრამ ისე მეხარია ისეთი მაგარი ვიდეო გამოვიდა კი არა გამოვა სუპერხებზე მგია მოთოვოს პრობლემა არა მადლობა რომ უყურებდით ვიდეოს იმედია მოგეწონათ კარგად